ამბავი, რომელსაც ამ ვიდეოში მოვიყვებით, არის რეალური ისტორია, რომელიც ასახავს ადამიანის ფსიქოლოგიის და საომარი სტრატეგიის ხელოვნების დონეზე აყვანილი ცოდნის გამოყენებას კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ, მაგრამ გენიალურ პრევეზის ბრძოლაში. 1538 წლის 28 სექტემბრის დილა, საბერძნეთის დასავლეთის სანაპირო, იონიის ზღვა, პრევეზას ციხესიმაგრის მიმდებარე აკვატორია ამპრაკიის ყურეში. იმ დროს ეს ადგილები ოსმალეთის გავლენის ქვეშ იყო. ოსმალეთის იმპერია და ესპანეთი ებრძოდნენ ერთმანეთს ხმელთაშუა ზღვაზე ბატონობისთვის. ოსმალეთის იმპერიის ფლოტის წარმოშობით ბერძენმა მთავარსარდალმა ხაირ ალ-დინ ბარბაროსამ, იტალიურად წითელწვერამ, მეორენაირად კი კაპუდინ ფაშამ დაიპყრო ჩრდილოეთ აფრიკის ისეთი მნიშვნელოვანი პორტები, როგორებიც იყო ტუნისი და ალჟირი, რაც საფრთხეს უქმნიდა ევროპულ სავაჭრო გზებს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. კარლოს მეხუთემ, თავისი დროის ყველაზე ძლიერმა ადამიანმა, საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა და ესპანეთის მეფემ შეკრიბა წმინდა ლიგის უზარმაზარი ფლოტი. ეს იყო ქრისტიანული სახელმწიფოების, პაპის ოლქის, ესპანეთის, ვენეციის რესპუბლიკის, გენუასა და მალტის ალიანსი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ოსმალეთის ფლოტის განადგურება და ხმელთაშუა ზღვაზე კონტროლის აღდგენა. ეს უზარმაზარი ძალა საბრძოლველად დაიძრა. ხმელთაშუა ზღვის ჰორიზონტზე მზის ამოსვლასთან ერთად ნელ-ნელა გარკვევით იკვეთება წარმოუდგენელი რამ. ევროპის უძლიერესი სახელმწიფოების ფლოტით წმინდა ლიგას შემოწრწუნებელი შიშის მომგვრელი სანახაობა. ეს იყო ნამდვილი მცურავი ქალაქი, გიგანტური ესპანური გალეონები, ვენეციური ხომალდები, გარშე ამაყად მოფრიალე მოოქროვილი დროშები. ევროპელებს სახეზე გამარჯვებული ღიმილი ეფინათ. მათი ქვემეხების რაოდენობა მტრის ძალებს სამჯერ აღემატებოდა. დღეს ხმელთაშუა ზღვას მუსლიმებისგან გავწმენთ, ფიქრობდა წმინდა ლიგის ფლოტის მეთაური ანდრეა დორია. წმინდა ლიგის, ანუ ქრისტიანული ალიანსის ფლოტი ორი ტიპის გემებისგან, სწრაფი, ნიჩბიანი გალერებისგან და მძიმე სააფრო ხომალდებისგან, გალეონებისგან შედგებოდა. გალერების რაოდენობა იყო 166 ერთეული, აქედან ვენეციას ეკუთვნოდა 91, ესპანეთსა და პაპის ოლქს 36, მალტას 10, გენუას კი 3. დაიმახსოვრეთ ეს რიცხვები, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ბრძოლის ბედზე. ეს იყო გემები, რომლებსაც ქარის გარეშეც შეეძლოთ ბრძოლა. დიდი აფრებიანი ხომალდები 100 ერთეული გალეონი კი უამრავი ზარბაზნით და დამანგრეველი ძალით წინ მიიწევდა. ჯამში დაახლოებით 300 საბრძოლო ხომალდი, რომელსაც ზურგს უმაგრებდა 60,000 ჯარისკაცი და მეზღვაური. ამის პარალელურად ბარბაროსას ჰყავდა სულ რაღაც 120 გემი, ანუ თითქმის 3-ჯერ ნაკლები. მათემატიკურად ეს განსხვავება ძალიან დიდია, სანამ შენ ერთ გემს ამოიღებ მიზანში თავად, ერთდროულად 3 გემის სამიზნე ხდები. მაგრამ ეს ბრძოლა იყო და 120 გემს სათავეში ადმირალი ხაირ ალ-დინ ბარბაროსა. ბარბაროსა ხვდებოდა, რომ ღია ზღვაში პირისპირ შეჯახება თვითმკვლელობა იქნებოდა. მან იცოდა, რომ ევროპელი სარდლები ამბიციურები იყვნენ და სურდათ სწრაფი, სახელოვანი გამარჯვება. ბარბაროსამ თავისი ფლოტით უკან დახევა დაიწყო ვიწრო ყურისკენ. ყველაფერი ლოგიკურია, არაფერი განსაკუთრებული. როცა გრძნობ, რომ უმცირესობაში ხარ, ფიქრობ თავდაცვაზე. მაგრამ ნამდვილად ასე იყო. ანდრეა დორიას, ანუ ლიგის სარდალს ჰქონდა გეგმა. მას უნდოდა ბარბაროსას გამოტყუება ღია ზღვაში, რათა საკუთარი უპირატესობა ბოლომდე გამოეყენებინათ. ლიგის ფლოტი სწორედ ღია ზღვაში, პრევეზასთან იდგა. წმინდა ლიგის წარმომადგენლების ლოგიკა მარტივი იყო, მათ კარგად იცოდნენ საკუთარი უპირატესობის შესახებ როგორც რიცხობრივი, ისე აღჭურვილობის თვალსაზრისით. მათი უზარმაზარი გალეონები იყო ნამდვილი კოშმარი ბარბაროსასთვის, რომლის დაძლევას ის ვერასდროს ვერ მოახერხებდა. ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ის, რასაც წმინდა ლიგის წევრები ფიქრობდნენ. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამ უდიდესი ძალის წინაშე ბარბაროსა ვერაფერს გახდებოდა. გაიქცეოდა, ან ნაპირიდან დაიწყებდა საჭირო მომენტის ლოდინს, რაც ბრძოლის გაწევას და ყურეში დამწყდებული ბარბაროსას დასუსტებას მოასწავებდა. ბრძოლის გამოცხადებაც და ბრძოლაზე უარის თქმაც ორივე წამგებიანია ბარბაროსასთვის. სად არის აქ ის ნაპრალი, რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს? საიდანაც კიდეთ მიუდექით, ბარბაროსა აგებს, ბარბაროსა მარცხდება და მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. Well, options are the hard to come with it. Let me go first.
Call an ambulance! Call an ambulance! But not for me! არა მეგობრებო. ბარბაროსა დანებებას არც კი განიხილავდა, რადგან თქვენ გახდებით მომსწრე საზღვაო ბრძოლების ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვებისა. ბრწყინვალე, გენიალური გეგმისა, რომელმაც ბრძოლის ბედი რადიკალურად შემოატრიალა. ბარბაროსამ წმინდა ლიგის მთავარი ძალა 100 აფრებიანი გალეონი უბრალოდ გააქრო. მასზე არსებული მეზღვაურები მოყვარულ მეთევზეებად იქცნენ, რადგან ბარბაროსამ იპოვა გზა, რომ იმ დროინდელი ყველაზე დამანგრეველი იარაღი შეშის გროვად ექცია. დიახ, ბარბაროსას სტრატეგიით მთელი 100 უზარმაზარი გემი იქცა გამოუსადეგარ ხის გროვად. როგორ? ბარბაროსა თავის გალერაზე იდგა და არა ზღვას, არამედ ცას უყურებდა. ის გრძნობდა იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ. ქარის სუნს, რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა. მან გასცა ბრძანება, დაუშვით აფრები, ნიჩბები მოამზადეთ. ბარბაროსამ გამოიყენა არც მეტი არც ნაკლები ქარი. მან იცოდა, რომ მხოლოდ საკუთარი და მოწინააღმდეგის ნაბიჯების გაცვლა ბავშვური თამაშებია, რადგან ბრძოლის ბედს ზღვაზე ყველაზე ხშირად მრისხანე, მაგრამ ნეიტრალური არბიტრი, ანუ ბუნება წყვეტს. წმინდა ლიგის რიცხობრივი უპირატესობა 5 ლიფსიტას კავშირად იქცა უზარმაზარი ზვიგენის წინააღმდეგ, რადგან ბარბაროსამ საკუთარ მოკავშირედ ბუნება აქცია. მან ზუსტად გამოთვალა ქარის მიმართულება და დრო, როცა ის თავდებოდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქარი მის წინააღმდეგ მუშაობდა და წმინდა ალიანსის გემებს ეხმარებოდა, ის ყურიდან გამოვიდა და მოწინააღმდეგის წინ დადგა. What? ერთი შეხედვით ეს თავად ბარბაროსასთვის უნდა ყოფილიყო ცუდი, რადგან ბრძოლის საწყის ეტაპზე ქარი სწორედ წმინდა ალიანსს ეხმარებოდა, მაგრამ ბარბაროსამ იცოდა, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. უცებ თითქოს ბუნებამ სუნთქვა შეიკავა. ქარი ჩადგა. სხვა სარკესავით გაივიდა. ლიგის მთავარი ძალა 100 გემი გამოუსადეგარ ნაგვად იქცა და მათი მთავარი სიძლიერე მრავალათას ტონიანი გემები მათივე უმთავრესი სისუსტე გახდა. ბარბაროსამ გააკეთა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა, წამგებიან პოზიციაში ნაცვლად თავდაცვისას შეტევაზე გადავიდა, მან თავისი ფლოტი ნახევარმთვარისებრად განალაგა და ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა. ის არ ებრძოდა 300 გემს, ის ებრძოდა მოწინააღმდეგის სისუსტეებს. ევროპულ გალეონებზე მყოფმა მეზღვაურებმა ერთმანეთს გადახედეს. აფრები უციცოცხლოდ დაეკიდათ. სწორედ აქ დაიწყო ნამდვილი კოშკი. ახლა დაიგრიალა ბარბაროსამ. ისმის ხმა, რომელსაც ევროპელები არ ელოდნენ, ათასობით ნიჩბის ერთდროული დარტყმა წყალზე, ბარბაროსას 120 სწრაფი გალერა, რომლებიც მშიერი მგლების ხროვასავით დაიძრა. ისინი არ მიდიოდნენ პირდაპირ ქვემეხების წინ, ისინი წყალს შუაზე ჭრიდნენ, მანევრირებდნენ და წმინდა ლიგის ხომალდებს ზურგიდან ეპარებოდნენ. ბარბაროსამ თითის გაუნწრევა ნულოვანი დანაკარგით, მხოლოდ სწორი დროის შერჩევით ებრძოდა ბრძოლას გამოდიშან მტრების ძალების მესამე. გემები, რომლებიც ქარის გარეშე დარჩნენ, შუა ზღვაში ერთ ადგილას უძრავად იდგნენ, როგორც ხელოვნური კუნძული და არაფერი არ შეეძლოთ. არც წინსვლა, არც უკან დახევა, არც მობრუნება. გემბანზე პანიკა სუფევდა, რადგან მათი განადგურება მხოლოდ დროის ამბავი იყო. ყველაზე დამანგრეველი ძალა ტლანკ მოუქნელ აბაზანის იხვად იქცა. შეიძლება იკითხოთ, კარგი, ამ გემებს არ შეეძლოთ მოძრაობა, მაგრამ სროლა ხომ შეეძლოთ. ბარბაროსამ ესეც წინასწარ გათხოვა. მან იცოდა, რომ თავისი საბრძოლო გალერები უფრო შორ მანძილზე ისროდნენ, ვიდრე მოწინააღმდეგის გალეონები, ამიტომ დადგა ისეთ მანძილზე, საიდანაც თავად მისწვერებოდა მტრის გემებს, მაგრამ ისინი ვერაფრით უპასუხებდნენ. განწირულები ესროდნენ გალეონებიდან ქვემეხებს მოკავშირე ძალები, მაგრამ ყველა მათგანი უბრალოდ წყალში ცვიოდა. ეს ჰგავდა დაბმული ძაღლის ყეფას წინ მდგარი თავისუფალი კატის მისამართით. გალეონები ერთი მეორის მიყოლებით იზრდებოდნენ. ზღვაზე კვამლისა და ცეცხლის ბურუსი იდგა, ევროპელები პანიკაში იყვნენ, მოაბრუნეთ გემი, მოაბრუნეთ გვერდით ამხარე, გაჰყვიროდა კაპიტანი, მაგრამ უზარმაზარი გალეონი ადგილიდან არ იზრდა.
ისინი უყურებდნენ, როგორ უახლოვდებოდნენ ბარბაროსას გალერები მათ დაუწყო გემებს. ევროპელების 100 საუკეთესო გემი ტრულაილას ფულივით აორთქლდა. ახლა უკვე ბარბაროსას 122 გალერა ლიგის 166 გალერის პირისპირ იბრძოდა. რიცხობრივად წმინდა ლიგას ისევ უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ბრძოლას გემები არ იგებენ, ბრძოლას იგებს ადამიანი. ამ დროს ბარბაროსას უკვე მოხერხებული ჰქონდა იმდენად დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვება, რომ წმინდა ლიგის წევრებს აღარც კი ჰქონდათ განცდა, რომ მეტნი იყვნენ. მათი მთავარი საზრუნავი ახლა ის იყო, რომ არ დამარცხებულიყვნენ. თანაც რამდენიმე წუთის წინ კითხავთ, დაიმახსოვრეთ წმინდა ლიგის გემების რაოდენობრივი განაწილება. მათგან კალკულებაში დარჩენილი 166 გალერა, ვენეციას ეკუთვნოდა 81, ესპანეთს და პაპის ოლქს 36, მალტას 10, ხოლო გენუას 3. ბარბაროსას ჰყავდა უზარმაზარი სადაზვერვო ქსელი და მისი გენიალური გაცვლა ემყარებოდა იმ ფაქტს, რომ ეს 166 გალერა არ იყო ერთიანი. ისინი 5 სხვადასხვა ძალას ეკუთვნოდა. სარდლების ერთმანეთისადმი უნდობლობის გამო კი საერთო შეთანხმების მიღწევა თითქმის შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, მან იცოდა, რომ ლიგის ფლოტის მეთაური ანდრეა დორია იყო გენუელი არისტოკრატი, რომელსაც ჰქონდა შიდა კონფლიქტები ვენეციელებთან. ბარბაროსამ იცოდა, რომ ლიგის შიგნით სარდლებს ერთმანეთზე უკეთესად გამოჩენა უნდოდათ და ეს ამბიცია მათ შეცდომებს დააშორებდა. შორიდან ისმოდა ხის მსხვერვის საზარელი ხმა, როცა ოსმალური ბირთვები გალეონების ბორტებს მეწავდნენ. ხალხი წყალში ცვიოდა, ჰაერში დენთის სუნი და სასოწარკვეთილი კივილი ტრიალებდა. ანდრეა დორია მიხვდა, ის ხაფანგში იყო, მაგრამ რაღა დროს ბარბაროსამ ის აიძულა ებრძოლა იქ და მაშინ, სადაც მისი ძალა, აფრევი და ზომა ის უდიდეს სისუსტედ იქცა. ბრძოლა საღამომდე გაგრძელდა. წმინდა ლიგა, რომელიც დიდ ძლევამოსილად მიიწევდა წინ და გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, სრულ ქაოსში ჩაიძირა. როცა მზე ჩადიოდა, წყალში მხოლოდ დამწვარი ხეების ნამსხვრევები და დამარცხებული იმპერიის ნარჩენები დიუდიოდა. ბარბაროსამ დაამტკიცა, რომ გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გარემოს, მტრის ფსიქოლოგიას და ენერგიის სწორ განაწილებას, ყოველთვის ამარცხებს უხეშ ძალას. ანდრეა დორიამ დაინახა რა თავისი საუკეთესო გემების განადგურება, გასცა უკან და ხევის ბრძანა. მან ღამის სიგნალი გამოიყენა, რომ გადარჩენილი ფლოტით გაქცეულიყო. ლიგამ დაკარგა უამრავი გემი. ნაწილი ჩაიძირა, ნაწილი კი ბარბაროსამ ტყვედ ჩაიგდო. ოსმალებმა კი თითქმის არც ერთი გემი არ დაკარგეს. პრევეზას ბრძოლა შემდეგი 33 წლის განმავლობაში ოსმალეთის იმპერია ხმელთაშუა ზღვის აბსოლუტურ ბრძანებლად აქცია. ქრისტიანულმა სამყარომ 1571 წელს ლეპანტოს ბრძოლაში შეძლო ამ მარცხისგან გონსნოსლა. ამ ბრძოლის უკან მდგარ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს დაწვრილებით განვიხილავ მომდევნო ვიდეოში. თუმცა მანამდე გეტყვით, რომ თქვენი გეგმაც, რასაც არ უნდა გეგმავდეთ, ასეთი უნდა იყოს. ნუ ებრძვით პრობლემებს შუბლით, იპოვეთ თქვენი ქარი და იფიქრეთ სამესვლით წინ, როგორც ბარბაროსამ პრევეზის ყურეში. ამ ვიდეოს მეორე ნაწილში, რომელიც არხზე უახლოეს მომავალში დაიდება, გასწავლით, რომ ეს მხოლოდ წარსულის ერთი ისტორია არ გახლავთ და გამოყენებული სტრატეგიები თქვენც შეგიძლიათ გამოიყენოთ პირად ცხოვრებაში. თუ რა სტრატეგიებზეა საუბარი, ამას რამდენიმე დღეში გაიგებთ. ხოლო თუ გსურთ არ გამოგხდეთ ამ არხზე დადებული სიახლეები, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. არხის განვითარებაში ხელშეწყობისთვის კი მოიწონეთ ვიდეო და თვალი გადაავლეთ ჩემს მიერ დადებულ წინა 2 ვიდეოსაც. გემშვიდობებით, მომავალ ვიდეომდე.